კაცო გაკოჭლობს. რაი დავახვედრეთ ნაცემი ძაღლი. რუსმები ხო არა აქ? გადმოვიარო? რაი ვიტო ლაქცის ელოდი. დაინახე რანაირად ასვამს. დაუძახე. ქოჩორა მოდიათ, ქოჩორა. ქოჩორა მარტო ერთს რო ეძახის და. კაცო გამიგივიდა. მომეფერეო. დაუდექია გვალა. ხარეს დაუდექი და ვარა კიდე გეპესა. ჩანდო, მომკივიდა. ისეთი კარგი ამინდია და ისეთ სასიამოვნო, რომ სახლში ვეღარ შევდივართ. გაით გამოვედით, ეს არის რაჭული კოკორი. ვანილით არის და ძალიან ტკბილია. რომ წახვედით თბილისიდან იქ ამერიკაში, აი აივანზე ვიყავი და აივნიდან აჩავს წმინდა გიორგი ლაჩთაში რომ დავდივარ. შევთქვისან თელ განატეხი რომ ჩავიდენ შვიდობიანად, ჩამომივიდნენ შვიდობიანად, თქვა. შევთხოვე წმინდა გიორგისა და განატეხი და სანთელები უნდა მივიტანოთ. რომ ჩამოხვედით შვიდობიანად და აქ თითები. კიდე მერე სანთელ განატეხი. შენ კბილებზე კიდე რომ შვიდობიანად ამოიღოს და გადავიდეთ სალოცავს. და მერე ზაფხულში ღებში ხოწა გიყვანა შარშა. ახლაც მინდა რომ იცოდე. მაგ იქ არ გინდა მრავალძალზე, მრავალძალ. მრავალძალში კი არა ქოლოსის წმინდა გიორგი. მან ხო ხარ ნამყოფი. ხო ხარ ნამყოფი, მრავალძალზე არ ყოფილხარ. კი, ერთჯერა ვარ ნამყოფი. მრავალძალზე. ხო. ხოლო ახლა რომ გაუკეთებია ეკლესია მაშინ არა. მაშინ დამგრეული იყო და ძველი იყო. ტოლი. რა ქვია ის? ტოლი. 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 ხო. ისე, მერე ძვირი გიჯდება ყე ძალიან. დაიგან გარიშე, ხო? ძალიან ძვირი ჯდება და ის რა? არაფერი არ აცხენია. საიდან გაიგოს, ან ძვირი არის თუ იაფ. ინტერნეტში ნახავ. აბა შეუფასეთ ალექს ნამუშევარი. შაშან პოლონეთში რო ვიყავით, ამირეკა და ტურნიკი გავაკეთეო და ნახეთ რა გააკეთა. რაღაც ეზოში მაგარი სპორტ დარბაზი მოაწყო ალბათ. ხო, ვაწყოთ ჩვენი სეტაპი და დავაპგრეიდოთ ფანტასტიკი. შემოგთავაზე ბოლოს როგორი იქნება შემოხასი. გავაკეთოთ unboxing-ი. ბიუჯეტური მონიტორი რაღაც სასწაული და რა. მაგრამ რევიდან გამომდინარე თავის ფასში. კარგია, თან მე მინდოდა DisplayPort 1.4 რო ქონოდა. რადგან ვისაუბროთ დეტალებზე, ხვდება. რადგან ლეპტოპს უნდა მიუერთო ისეთი კაბელით, რომ ერთი თავია USB-C Type-C, ანუ გამოდის ლეპტოპზე, რომელიც მოერთდება და DisplayPort-ი ვერთდება აქ და 1.4, იმიტომ მინდოდა ყველას 1.4 არ აქვს, 1.2 აქვს, იმიტომ რომ Nvidia-ს ვიდეო კარტა და FreeSync-ი კარგად რო იმუშაოს და ანუ G-Sync-ით რო იმუშაოს, ესე რომ ვთქვათ, უნდა იყოს DisplayPort-ი 1.4 რა. ხოდი შორის ფასიც კარგი ხდება რა. დაი მოხდა. ვაუ. ძალიან ფხერია ნახე. ცა ფართო კუთხე მქონდა. ფეხი მოწოს მაგარი. ნახე რა მაგარი ფეხი აქვს. და როგორ მოგწოს აბა? შენ დამოგწონდეს თავერია. და შეიძლება დაწეროს მაგრამ PC ააწყე და რაღაცა მაგრამ PC-ს ვერ მოკიდებ ხეს ვერ წაიღე ვერ სანდა იდოს სადაც ხოვებ იქ ადგილას. მე კიდე ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე მიწევს აქეთ კიცია. მე როგორ ფაჩუჩები აქვს. როგორ ფაჩუჩები აქვს. შენც გინდა? გაუცვალე. ახლა გავიხადე შენი. უთხარი გაგიცვლის. არ მინდა. გააცვეთი ეს უფალმა ჯამთელი. ეს მაგარი ფერია, სად დაითრიე? სად იყიდე ესენი? ესენი ნაზო მიყიდა თბილისში. თბილისში იყიდა, მაგრამ ცოტა პატარეები რომ იყოს ჯობია და მე რამდენი წინ და ოხრამდენი წინ და ჩაუწავს. ხო, მერე
მე თხელ ნასკევს რომ ჩავიცვა, მე დიდები არის, აი. ამ ხელები. რო გაიზდები, კარგად გექნება. ხო. გაისარ. გავიზდები, აბა. Რაღაც ვაკეთებ, ბებია, მე აღარაფერს აღარ ვაკეთებ. აღარაფერი არა ვარ. მარტო ისა გაჯავრიყე, სხვას არაფერს არ ვაკეთებ და თუ ღმერთს ვახნა და მომასწრო თქვენ შულკვას კაია, თუ არა და რა ვქო. ონის მამა იყო ამასულ. ნოვე. რომ დამინახა, მანქანაში ვიჯექმე, სიცივე იყო იმისთანა ბებია რომ ჩართო ილია მანქანა და ჩავჯექი მანქანაში მერე. რომ სანთლები დავამთეთ და ჩართო მანქანა. მოვიხედე და მოვიდა მამაო. გადმოვედი მე ვთქი ის რომ გამოვიწერეთ წიგნი და ისინი წყალი მოგვივიდა წმინდა წყალი ისრაელის და ის უნდა ჩაგირიო ხოლმე და გალევიო წყალი. გამეხარა კითხვა მინდოდა ჩასვლა მინდოდა იქ რომ ჩავსულიყო და მეთქვას რომ დამინახა გაეხარა გადამეხვია და მეუთხარი მეც იმისი დედა იყო ჩემი კლასელი ცხონებული და იცის რომ მომეხვია და გადამკოცნა იმად მეც გადავკოცნა და იმას საქმე მომკითხა და მეუთხარი მოუხადე ბოდიში რომ ვერ დავდია რა თქვა და არა უშავს რა და 86 წელისა ვარ რა თქვა მეუთხარი და გადამეხვია კიდე მეორედ ხო და კითხე წყალი 100 არის რა თქვა წიგნი გამოვიწერეთ რა თქვა ღვთისმშობლის ცხოვრების წიგნი რომ როგორ მოღვაწეობდა რა ვაიყო თქვა და წიწყალით ჩამოგვივიდა ბოთლით რა თქვა და იხმარეთო ჩაულებრივათაო საჭმელებშიც და დასალევათაც და ის კაი მაგრამ საიდან გამოიწერე ნაზომ გამოიწერა და აიგე რა ვიცი მოგვივიდა მერე და განახვიებ იწიგსად ბებია და წყალიც აიგერ ბოთლით ამ ხელა ბოთლი არის გიღებ ვიდეოს რა უნდა ხო და ამას უხარი აღარი ხდება რომ ჩასულიყო და მეკითხოს იმის twin და ბლოგერი არის მოვიდა შევეკითხე რა ორ სიტყვას ვერ ვაბავა და ეთერი აგერ ბლოგები ჩაეწერნა ეთერის უნდა გადავაბარო ჩემი YouTube არხი ეს რა არის ნაჟი ეს ზანდი ჭიქა ხო რა არის ეს ხედავწვა ой ცხელია აი დადე შენ სადმე და მე დალია უკუმა მართვე მახაში აბა ასე ხა რა არის ეს ყავა კაპუჩინო გაცეთილი ხავარია კაპუჩინო მოსვი თაფიჩო ეს Android-ის კაცი დაუბრუნდა ისევ iPhone-ს, აბა მანახე რა გადაიღე. აჰაჰა. გორა მაყავს iPhone-ით არა და როგორ გადააგდო. გადააშენეო iPhone-ი. ვიდეოს დავუბრუნდ. საერთოდ არ გესმის ხოლმე ჩიტების ხმა? ხმა ჩიტების. ხანდახან ქემესმის ხოლმე და ხანდახან კი ჩიტონა მოვა იქანა და შემომჭყრიპინობს. ვაჭმევ ხოლმე საჭმელას ახლა ბუდეებს იკეთებენ და კვერს ხებსადებენ და გამოჩეკავენ ბარტყებს. ესენი რომ დამინახავენ ქათმები აივანზე გამოსულს გამორბიან რომ გვაჭმევსაო საჭმელს. სახელები დაარქვი ხო? სახელები დაარქვი? არა, ქოშორას უძახი მარტო ქოშორას. ქეყურება. ეს მოხუცია თუ ჭაღარა არის ისე? ხო, ის რა ქვიან. რომ ვეტყვი ქოშორა მოდი აქ თქვა და აიქანა რომ მივალ საჭმელის რომ ვაჭმევყე. აყაყაყა, შემოასე შემიესე. ხო, მართლა გეუნები. და მერე წყალს რომ დალევს და განახვიებ რანაირად ასვამს. გასაკეთებ? რას დაძურები რა იყო? ტელეფონი გატეხა. რა საკეთებ? მე ჩამოგიტანდი რა იყო? ალექს ახლა მეორე დღე არის თუ მესამე? კბილი რო ამოვიღე. მესამე, ხო, მესამე დღე არის დღეს. ოდნავადაც არ მაქვს ყბა შესიებული, არ შეშუპებული არ მაქვს. ძალიან კარგად ჩაიარა რეაბილიტაციის პროცესმა, საერთოდ არ მტკენია. ისევ სავდი გამოყუჩებლებს, რომ არ ვაცდიდით კივილის დაწყებას და საერთოდ უპრობლემოდ ჩაიარა ყველაფერმა. ალექსი როგორ ვარჯიშობს? მე რადგან ახალი ამოღებული მაქვს კბილი, რეკომენდებული არ არის ვარჯიში მძიმეების აწევა. არის სხვა შორის არც ლახტით ხტუნაობა. ცოტა ხანი მომიწევს დასვენება, გემრიელობის ჭამა და მოსუქება. ეს მინდორი რა ლამაზია ვერ ვიჩერებ.
ამ ყვავილას ესე ვხედავ. ამერიკაში ჰაივეიზე რო არის ხოლმე ესეთი მინდვრის ყვავილები ამასურიან სპეციალურადაც აკეთებენ ხოლმე რომ გაალამაზონ გზები და შორიდან ტრაქიდან რო უყურედი ხოლმე და ერთ სულ მქონდა ჩავსულიყავი მომეკრიფან ფეხით გამოვიდა ეს ყველაფერი რო ეზოშია ახლა. წლის პირველი საზამთრო. წეგან ჩავაციეთ, ალექსმა დაჭრა და ესეთ კარგი უნდა იყოს. ქათმები იქეიფებენ დღეს საზამთროს ნათლებზე. ძალიან ტკბილი არ არის, მაგრამ მაინც გემრიელია. მიუმაღლეში რომ დაგილოცო. სამ დღეშიო, სამ დღე. სამ დღეში. ეს დღეს რა არის? პარასკევი ორშაბათიდან. ორშაბათს მეწყება. ხო, ნუ გეშინია დაგილოცო. მადლობა მეგობრო. ახლა სკოლის გამოცდებს გილოცავდი იცოდე. ყოველ ლოცვაში გლოცავთ დედაშვილობას. მადლობა. და ახლა სპეციალურად შენზე დავილოცავ რომ ჩააბარო კარგად ათიანები იწერება თუ რა იწერება. პროცენტებზე, მაგრამ მადლობა მეგო. მერცმა მოგიმართოს ხელი შვილო და მომიკითხე დედა და მამა. გაიხარებო, აუ მადლობა. რა სიბნელეა ამაში როგორ გიყურებდა ბებო. ნინო არიო. ეს არის ჩემი ძმა, რომელსაც მალე აქვს გამოცდები. ბლოგში. შენიზმა. ას გავარ გოგო, ახლა გავიღვიძე. კაცი კამერა არ მაინტერესებს. წავედით გარეთ სუფთა ჰაერზე. ბუნებაში რომ მივირთოთ გემრიელად. თან როგორი ხმებია. გინდა გადავიღოთ? გინდა გადავიღოთ? რა ვიცი მე რა შევარც გეში. შენ გინდა თუ არა? როგორც შენ გინდა. დაიცა გამოიშვი. ხედი. შვიდობიანად გამყოფოზე გვიწინამძღვროს გვიმფარველოს წმინდა გიორგის მადლობა და ძალა. ღვთისმშობელო ღვთის დედა შენ გაუმარჯვე შემოწყალო ბედნიერად მიმოყვეს ჩემი შვილიშვილები ჩემი მონა გარიყვე ალექსანდრეს და ანას მონანი შენი არიან კურთხევლო ღვთისმშობელო და ბედნიერად მიმოყვე ჯანმრთელად და შვიდობიანად სადაც სწავლენ წამოვლენ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრონ წინამძღვრე სადაც სწავლენ წამოვლენ სადაც დაიარებიან გევედრები სულ გახარებული მეყოლე ჯანმრთელად და ბედნიერად მოვედით წყალზე. მოკლედ რაც ჩამოვედით. ჯერ ხო ამინდები ძალიან უაზრო არის და მე კიდევ ამ ყველაფერს ემატება ის რომ წყალი წარამარა მიდის. რაღაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ხან გვაქვს წყალი, ხან არა. დასალევა წყალი მაინც აქედან ამოგვაქვს მე და ალექს, იმიტომ რომ რაღაც კარგი წყალი მაინც არ მოდის. და როცა წყალი არის შოქი არა გვაქვს, როცა დენი არის წყალი მიდის. ხო და ესე ვერთობით მე ცოტა გავცივდი პლუს აკლიმატიზაციაც და რაც აქ ვართ საერთოდ ვერ დავისვენე. ჯერ კიდევ ვერ გზნობ თავს კარგად. მოიცა მოვალ. კაი, იყო დღეს ეკლესიაში რო ვიყავით? ჰა? კაი, იყო დღეს ეკლესიაში რო ვიყავით? აბა, რა არ იყო კარგი, რა სამლაპარაკო, ვინმე. ეკლესიაში კაია, მე ყოველთვის მიყვარს. ასე რომ არ ვიყო, ყოველ კვირას ვივლი ეკლესიაში, ლოცვაზე. დღეს გეკითხებოდი რა არის განატეხი მეთქი. განატეხი. ხო, იქ რო ვერ გაიგე. განატეხი არის, აი, ჩვენ ღებურად და რაჭულად უძახით განატეხს. ხო. და სხვაები უძახიან ქადიანიო და მე რა ვიცი. შენ არ იცი? ხო, მე ქადიანი არია, ქადიანს ვაცხობთ, აბა. ხო. ქადიანიც აქვია და განატეხიც ქვია, იმიტომ რომ რა შიგნით რას უკეთებ რა აქვს? ზოგჯერ კარაქით ვაცხობთ, ზოგჯერ ზეთით. რა აქვს შიგნით გულსართი? ხო, გულსართში რა აქვს შიგნით? და შიგნი კაკალს ურთავთ კიდე, კაკალი უნდა ჩართვა. იმიტომ კაკალი არის ნაწილიანი. და კაკალი უნდა ჩართვა ყოველთვის განატეხს. აბა მარხვაში ზეთიანი უნდა ხსნილში კარაქიანი. ეს ჰამაკი და ეს ადგილი გახდა ჩემი ფავორიტი ამ სახლში. სულ აქ ვარ როგორც კი გამოიდარებს, გამომაქვს ეს ჰამაკი, ჩამოვკიდებ, ჩავწდები, მოვგალახდები, ყავას მოვიტან და 5 წუთში იწყება კოკისპირული წვიმა. ჩამოვხსნი, შევინახავ და გამოდის მზე. ისევ გამაქვს ეს ჰამაკი, ისევ იწყებს წვიმას და ასეთ რეჟიმში ვარ. მაგრამ დღეს ამინდმა ძალიან კარგად შემიწყო ხელი. ახლა გავთიშავ ხმის იზოლაციას და უბრალოდ მოვსვენეთ რა მაგარი ჩედების ხმა არის და რაც იმშვიდე იქნება. 3, 2, 1. და ეხლა ჩადუმდა ყველაფერი.
იზოლაცია რო გავთიშე ბებოს ხმა ისმოდა. ეხლა აგერ არის უკან და ნახეთ როგორ მუშაობს. თუ კარგი ამინდია, სულ ეზოში არის და სულ რაღაცას დაფუსფუსებს. ჩემზე ჯანმრთელია მართლა, აი რო ვდგები, თვალებში მიმნელდება. ვინმე რამეს რომ მეტყვის ეს მომაწოდეო, ხო ავდგები. სადღაც 10-15 წამი უნდა ვიდგე გაუნწრებლად, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვხედავ. და ზოგჯერ აი რო ვიცი, საით უნდა წავიდე, რა მიმართულებითაც მაქვს საქმე, ინტუიციით მივდივარ. თვალებში დაბნელებული მაქვს და ისე დავდივარ. ამასთან დაკავშირებით ბევრჯერ ვიყავი ექიმთან და ხან რა მითხრეს, მაგრამ არაფერი ისე ერთ-ერთი მიზეზი იყო, მაღალი ხარ და სისხლი თანაბრად ვერ ნაწილდებო. ისეთი სასწაული მაღალიც არა ვარ, ეხლა რომ ეს დამეჯერებინა, მაგრამ რა ვიცი, საშიში არაფერიაო. და ბებო ისე ატის კი ბეზეც, რავი, ეკლესიაში რომ მიდიოდით ხოლმე, ჩემზეც იქ მიდიოდა, სულ და მე ქოშინის მიყვებოდი. ახლა კი მივდივართ მეორე ეკლესიაში, რომელიც ჩვენ სოფელშია. რამდენიმე დღის წინ აი ამ სივრცის შევაკვეთეთ გარე ავეჯი და დღეს უნდა მოიტანონ. ნახოთ როგორი გამოვა. ჰა? ნაწილი რატო? თლიანად არ მოდის? ხო, კიდე მეორე ავეჯით შევაკვეთეთ და იმას მოგვიანებით გაჩვენებთ. ესე წამოხვალ? ესე წამოხვალ? წამოვალ. ხო. იქ აბა. არ შეგწივდება? მე უნდა წამოვიდე, მე მაქვს შეთქმე. სადაც წახვალ და წამოხვალ, შვიდობიანი გზადაკვალი გიწყალობოსყე უფალმა, ჯამსელებს და ბედნიერებს. ისეთი ცუდი ამინდები იყო, წარღვნა იყო წინა დღეებში. ხვალიდან ამინდი ძალიან ირევა. ძალიან ცუდი ამინდები წერია, სულ წვიმა სადღაც 7 დღე თუ 8 დღე და დღეს ისე თბილა, არ მჯერა რომ ხოლმე უნდა ჩამოიქცეს. დღეს უნდა მოიტანოთ ჩვენი გარე ავეჯი, მაგრამ ალექსმა დარეკა და უთხრეს რომ შეკვეთიდან 2 კვირა სჭირდება რომ ჩამოგიტანოთ რაჭაშიო. არა და ონლაინ როცა შევუკვეთეთ ეწერა რომ 5 დღეში უნდა მოიტანოთ. რომცადნო და ამდენი ხანი დასჭირდებოდა, ისაც მივდივართ თბილისში და ბარემ ჩვენ მოვიტანდით. მაგრამ აწერას ვიზავთ, ბარემ დაველოდებით და თვითონ მოიტანენ, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებით როცა მოვა და ძალიან მაინტერესებდა როგორი იქნებოდა გარეთ. მოკლედ ხელოვნურ ინტელექტს გავაკეთებინე ივნისთვის კარა და ისეთი ლამაზი გამოვიდა ფოტოში, ძალიან მომეწონა და ვეზავდი კომპანიებს, რომლებიც დამზადებდნენ. ანუ მე რომ ვათვალიერებდი ჯგუფებში, ვიღაც ეწერა კომენტარში, რომ ძალიან ბიუჯეტურად აკეთებენ და ხარისხიანად. მივწერე ერთ-ერთ გვერდს, რომლებიც არიან ქუთაისში და მან შევუკვეთე. ისე რომ არ ვიცი რანაირი გამოვა. თან ჩავუგდე ხელოვნური ინტელექტის ფოტო. რა თქმა უნდა, ის ფერი არ იქნება. ამისთვის უკვე მზად ვარ. ზოგადად ესეთ რაღაცას როცა ვაკეთებ, ყოველთვის წარმოვიდგინე ყველაზე უარეს. ანუ მე კარგი რო იქნება იმ კარგისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო, იმიტომ რომ ჩემ გონებას იმდენად ვაჯერებ, რომ ცუცი გამოვა. მზად ვარ ყველაფრისთვის ამისთვისაც კი. და მე რომ მოვიტანთ და კარგი რო იქნება. რატომღაც გული მიგზნობს, რომ ძალიან კარგი გამოვა. მაგრამ აი ესეთ მაინც ვატყუარ ჩემ თავს, რომ რო რამე და ამისთვისაც მზად ვიყო. ოღონდ აქ არავინ არ ჩამოგვიტანს, ჩვენ უნდა მივიდეთ და წამოვიღოთ. აწყობითაც ჩვენი უნდა ავაწყოთ და ამ ყველაფერს თქვენს გაჩვენებთ. მაგრამ ახლა მივდივართ თბილისში. და მე იქიდან ალექსი გაივლის ქუთაისში. მე კი წავბრძანდები სამეგრელოში და სამეგრელოდანაც გაგიზიარებთ ვლოგებს. აბა დამიწერეთ კომენტარებში რამდენი მიყურებთ სამეგრელოდან. წავედით თბილისში და ეს არის ჩვენი ყოველი მგზავრობის წინა რიტუალი. ესე გვემშვიდობება ხოლმე ბებო. კარგად ბებო. ლოცვით. ესე მოგყვება ხოლმე ამ გამოსახვევამდე. აი გამოჩნდება ახლა. არ აქვს მნიშვნელობა სად მივდივართ თბილისში, ამერიკაში და სამეგრელოში. სულ ესე გვაცილებს ხოლმე შორგზებზე. ჩემი ყველაზე საყვარელი ნაყინი მოაქვს. გიждები ამაზე. ამერიკაში როცა ვარ, სულ ამაზე მოცდება ხარ. მოვედით თბილისში, ამანათები მქონდა ასაღები რაღაც კოლაბორაცია მაქვს ამერიკიდან და ისე მარტივად იყო ალექსი პირდაპირ შევედი, ანუ არავინ არ იყო. მე თვითონ ავუკეთე ჩემი კოდი და გამომიტანეს 2 ამანათი. ახლა ვნახოთ რა ჩამოგვივიდა. ტელეფონის სამაგრივით უნდა გამოწერო. აი ესე იყოს. რაღაც ქუშონები გამოწერე და ვნახოთ, აბა როგორი იქნება. გამოწერე კი არა, გამომიგზავნეს. ნუ მე კი ავარ ჩემელი მინდოდა, მაგრამ მაინც პირველი არის ესეთი. და ეხლა თქვენთან ერთად დავტესტავ ერთ-ერთ სახე მაქვს ძალიან აჭრელებული. ეს გასვai. მე მედია მიშველის ესენი. ნახე როგორ შევხვდებია.
აკრა მოგეწონა ხო? ეს არის პუდრი, ტონალურს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ მაინც კარგი დაფარო აქვს და ვნახოთ როგორ მოერევა ჩემს აჭრელებულ სახეს. რა ლამაზ რაღაცაში დევს. ესეთია და მოყვება პატარა სპონჟი კი. გავუყაროთ ითები. ვაუ, სარკეც აქვს. რა ლამაზია. მოკლედ ძალიან პოპულარული არის TikTok-ზე, ამერიკულ TikTok-ზე განსაკუთრებით. ხა ვნახოთ. თაპ. იყოფა? ჯერ სამხარეს გავიკეთებ. ნუ ეს ტონალური არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად მძიმე ტონალურები არ მიყვარს და სახეზე რომ რაღაცა მამძიმებს ან მე ეს სველდება. აი, რამე შედეგი აქვს. აი, ცხვირი მაქვს წითელი. მოადგილებში თუ გააქრობს სიცითლეს. აი, აქ. ნუ ეგ ფუნქცია მეორეს უფრო აქვს მე მგონი, მაგრამ აბა, აი ესა. ძალიან ძლიერი დაფარო არ აქვს. ეს მე ტონალურის მე უნდა გაიკეთო მე მგონი და მე ხა არაფერი არ მისვა საერთოდ დამატენიანებლის გარდა. აბა, რამე შედეგი არის? რომელი ჯობია? მართლა? ამერიკის საელჩო. საელჩო, აუ ხო, აქ ჩაგვირტყეს ვიზა ამერიკის საელჩოსთან ვართ 5 წლის წინ. მე გააკეთა ვითომ რამე. მალუქსი ამბობს რომ ცოტა ჩაგიცხრა სიცითლეები და კანი ერთფერში მოგიყვანო. ახლა მედივართ ჩვენს ორთოდონთან ბრეკეტების კორექციას და ჩემი მეორე კუშონი არის ესეთი. ასეთი ლამაზი რამ პირველად მაქვს. ნახეთ როგორია. თითქოს ძოლებურ კომპასს ყავს. ცალ მხარეზე უკვე გამოვიყენი და ხა თქვენთან ერთად დავტესტავ მეორე მხარესაც. აი აქ როგორც ხედავთ, ცხვირი წითელი მაქვს და ჩავაწყობ ამ კუშონში. მოდით დავბლოროთ ესეც. ანუ მომენტალურად გააქროს სიცოცხლე, ხო ხედავთ? სასწაულია. ახლა ექნიკებსაც მივხედოთ. და შეიძლება ალექს ბრეკეტები მოხსნან. მე არ მგონია ჯერ. ალექს უფრო ცუდი მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ მეტყობად მე უფრო მეტი ხანი დამჭირდა. იმიტომ რომ ძალიან მჭიდროდ თანკბილო მქონდა და სიფრის კბილების რო არ მქონდა ამოღებული და არც ერთი კბილი რო არ მაკლდა, სივრცე არ იყო. ექიმს როგორც უნდა ისე რომ გასწორებულიყო. აბა ეს კაპილარები დავფაროთ. ვერ ვიტან ვაიმე, ეგ საშინლად მემჩნევა კაპილარები და არაფერი არ მიფარავს, არც კონსილერები, არაფერი. ძალიან თეთრი ვარ, თუ რატომ იტყობა ეგრე არ ვიცი. ეს ასე და ძალიან სუბუქად არის. თითქოს არც ეტყობა რომ რაღაცა გისვია მithumetes მაკიაჟივით. აი ეს ვერ დაფარა კარგად. მაგრამ ეს ძალიან დიდი წითელი რაღაცა მქონდა. გაქრა. აუ არა, ძალიან მაგარია. ნეტარ რამდენ ხანს მეყოფა. ზუსტად 2 წუთის საქმე მაქვსო და ესე შემომიტყვა მანქანის გასაკეთებელ სერვისში. ეს არ მოხსნეს არც ერთ ბრეკეტები და ალექს ცოტა გაბოსულია. ეგონა რომ დღეს უნდა მოიხსნათ. შემდეგი ვლოგი იქნება სამეგრელოდან. ახლა კი გემშვიდობებით. თუ აქამდე გვიყურეთ, კომენტარში დაგვიტოვეთ წითელი გული.